გამარჯობა მეგობრებო. მომენატრეთ, დაგიბრუნდით სიახლეებით. ამ კვირის ჩამოსული ახალი დანები უნდა წარმოგიდგინოთ. მანამდე პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გითხრათ ჩვენს გამომწერებს. კიდევ გთხოვთ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი რომ გამოიწეროთ, უფრო ბევრი ვიყოთ, ბევრმა ხალხმა გვადევნოს თვალყური, გააზიარეთ ვიდეო და დაგვილაიქეთ თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა. მადლობა ვინც დღემდე გვერდით გვიდგას და რა ვიცი, ყოველთვის პოზიტიური კომენტარები მაღაზიაში რომ მოდიან და ვიცნობ ხალხს ძალიან სუიციდ სასიამოვნო და კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ეხლა გადავალ დანებზე თქვენის ნებართვით. პირველი კარგი მოდელით დავიწყოთ, მეგონი ყველა დანა კარგია, მაგრამ ნაკლებად ვისთვის როგორ თვითონ გადაწყვიტეთ. მოკლედ, ეს გახლავთ მეგობრებო Defcon-ის დანა, Defcon Fulcrum-ი. M390 ფოლადით. დარინახე ტიტანის არის და ტიმასკუსის იმიტაცია, მან მოხატული ანოდირებული ტიტანია, ეს არ არის ტიმასკუსი რა თქმა უნდა. განსხვავებული ჩამკეტი სისტემა გვაქვს. Leverage lock-ი ქვია ამას. Flip-ით იხსნება, აქ ასევე front flip-ით ცოტა განსხვავებული გვაქვს, ნახე როგორი პატარა ის აქვს და ძალიან კომფორტულად ედება თითზე სხვათა შორის. Frank-ში გახლავთ ამ დანის დიზაინერი. ძალიან კარგი და საინტერესო დანაა, ვფიქრობ, ესე ყოველდღიურ პრაქტიკაში იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ზომა საშუალოა, სისქე საშუალოა, ფოლადი მაგარი გვაქვს, დიზაინი და მექანიკა შესანიშნავი. პრაქტიკული და კარგი ვფიქრობ ყოველდღიური დანა იქნება ეს კონკრეტული. შემდეგ მოდელზე გადავიდეთ, შედარებით მომცროა ზომაში ეს დანა. Aishan Blade Works, Elijah Aisham გახლავთ ამ დანის დიზაინერი. მან დაიწყო პირველმა ესეთი რაღაცა განსხვავებული დიზაინები და ძალიან მიყვარს ამ კაცის ნამუშევრები. 1-2 დანა მაქვს კიდეც პირად კოლექციაში და რა ვიცი, გავუწერდი რეკომენდაცია, იმიტომ რომ თავის განსხვავებულობით და ესეთი რა მაგარი დახვეწილი დანებია. M390 აქვს ფოლადი ამ დანას, სტარი ტიტანია, ესეთი დაშვებები და რაღაცა განსხვავებული და თანამედროვე მანქანას რაღაცას ისეც მოგვეგონებს ეს და მომავლის დანას გავს და მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარება ესეთ განსხვავებულ დანებზე და საინტერესოა front flip-ი როგორც შეატყვეთ გახსნის მექანიზმი. ეს კი მეგობრებო ჩვენთვის კარგად ნაცნობი Concept Knives-ის ახალი მოდელია. Crew ქვია მოდელს, ფოლადი აქვს S35 VN-ი, ტარი ესეთი ლამაზი ამდირებული ტიტანი და ტიტანში ჩასმული ესეთი კარბონები. დანა საკმაოდ მსუბუქია, ზომა არ არის პატარა, საკმაოდ დიდი ზომის დანა, როგორც ხედავთ, დაახლოებით 22 სანტიმეტრის სიგრძეში, მაგრამ არის მსუბუქი, თხელი, ძალიან რბილი მექანიკა აქვს, ისეთი სასიამოვნო სათამაშოა ხელში და ვფიქრობ, საკმაოდ პრაქტიკულიც იქნება, drop point-ი აქვს პირი და საკმაოდ დიდი სამუშაო პირი აქვს, რაღაც ის დასაჭრელად ყველაფერზე საკმარისი იქნება ეს დანა. ფერებიც კარგად აღშერწყმული, ვფიქრობ, ლამაზი და კარგი ედისია. ეს კი Cubey-ია მეგობრებო. Cubey Eclipse, M390 ფოლადი გვაქვს ამ დანაზეც, ტარი ინტეგრალი ტიტანია, დაგვირდით. საკმაოდ მაღალი დონის Cubey-ია 3D საკიდი. კარგი მექანიკითა და კარგი ფორმებით, ესე ვთქვათ. შევთ ცოტა დაიშორა. ესეთი ასევე მაგარი ედის. დღეს რაღაც უფრო ედისი დანები გვაქვს. პრინციპში ცოტა განსხვავებულებზეც გადავალთ ცოტა ხანში. აი ეს კი მეგობრებო Giant Mouse-ია, Grandi, L-Max-ი გვაქვს ფოლადი, ტარი სპილენზია, რაც ძალიან მძიმეა, ვფიქრობ. რავი, მე პირადად ამ დანას არ ავირჩევდი ჯიბისთანაც, მაგრამ ვიცი არის ხალხი, ვისაც უყვარს მძიმე დანები, მძიმეა რა, ეხლა ზომასთან შედარებით, ეხლა რაც ვისაუბრეთ საგან იგივე კონცეპტზე, რადიკალურად განსხვავებული ტიპებია ზომაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთია, არის გაკეთებული ედისი დანად. ერთი მსუბუქი და თხელია, მეორე კი ძალიან მძიმეა, ტყვიასავითაა მართლა ხელში და არ ვიცი, ვიღაცას მოეწონება. ვიცი არის ჩემს ახლობლებში და კოლექციონერები ყავს, ვისაც განსაკუთრებით უყვარს მძიმე დანები, რომ ხელში რომ დაიჭერდა რაღაცას აკეთებ, უნდა იგრძნო დანა. არის ეს შეხედულება და ალბათ მაგიტო შექმნეს ეს ტარის მასალაც. ზოგადად შორის მოდაშია ახლა, არ ვიცი, ვისთვის როგორ მოკლედ რა. მოდი გადავართ შემდეგ ნანაზე მეგობრებო. რო აღარ გამიგრძელდეს ძალიან, განზოა ეს ბიუჯეტური ბრენდი, როგორც ვიცით, მაგრამ ეს ცოტა გამორჩეული განზოა. სკიმენი არის, ოღონდ S35 VN-ის ფოლადზე. ხშირად ხმარობენ ხოლმე განზო ხმარობს D2 ფოლადს, ეს კი S35-ზეა. მოდი ისეთი კარგი ედისია, დიზაინი კარგი აქვს, ცოტა აგრესიული წვეტიანი პირი აქვს, რაღაც ის გასაჭრელად. კარგი და პრაქტიკული იქნება, არის თხელი, მსუბუქი, უკანა ეს მინი სამტრევიც აქვს და ძალიან კარგი მექანიკაც. შედარებით მაღალი კლასის განზო, საკმაოდ კარგია და ძალიან მომეწონა, მინდა გითხრით. ახლა კი უფრო ავწიოთ დონე.
სტილით შევცვალოთ, ტაქტიკურ დანებზე უნდა გადავიდეთ მეგობრებო და ეს პროტეკი მინდა წარმოგიდგინოთ. პროტეკ როქაი, ასე ქვია მოდელს, აქ გვაქვს ფოლადი CPM D2, ეს არ აგერიოთ უბრალოდ D2-ში, CPM D2 არის როგორც მოგეხსენებათ, ფხვნილოვანი D2 და გაცილებით მაგარია ვიდრე ჩვეულებრივი D2. ძალიან მაგარი ფოლადია. დიზაინი ძალიან კარგი აქვს ანტანას, ძალიან რა გემრიელად ზის ხერშია, ცოტა დიდი ტარი აქვს და ფორმა ისე ერთ შეხედვით ძალიან სადა და მარტივია, მაგრამ გენიალურობაც სიმარტივეშია მოგეხსენებათ, ხერში ძალიან კარგად ზის. მინდა რომ რაღაცა დაჭერ, რაღაცა გააკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურია ეს დანა თავისი შეფერილობით, აი ამ ავტომატური გახსნის მექანიზმით ამავე დროს გამოირჩევა იმით, რომ არის მეტად პრაქტიკული და შეგიძლია ყველაფრის კეთება ესე უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემდეგ ისევ ტაქტიკური და ავტომატურ გახსნის მექანიზმიანი დანა უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, ეს უკვე ჰერეტიკია. ჰერეტიკ მედუზა. ტონი მარფიონე გახლავთ ამ დანის დიზაინერი. ფოლადი გვაქვს მაგნაკათი, აი ესეთი უხეში, სქელი, მოკლე, განიერი მახინჯი დანა, რომელიც ძალიან ამავე დროს თავისი მახინჯით მაინც მეტად მიმზიდველია. ვიღაცისთვის ანგელოზია და ლამაზია, ვიღაცისთვის უშნოა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ნივთია, მინდა გითხრათ რა. პატარა ლომია, ესეთი სქელი მაგნაკათი ფოლადით. ისევე ესე ბათონით იკეტება, რითიც იხსნება და ძალიან ძლიერი მექანიზმი აქვს, გესმით ალბათ მისი მჭექარე ხმა. საინტერესო და ისეთი მაგარი ტაქტიკური დანა ისე ვაგრძელებთ მეგობრებო ტაქტიკური დანების სერიას და უნდა წარმოგიდგინოთ ბასტინელის 3 მოდელი. Red Folder-ი გახლავთ პირველი მათგანი, Raptor Extremely Dangerous, ესე იშიფრება ეს აბრევიატურა, ძალიან მაგარი დანა, ესეთი ტიტანი და ჯიათი ტარი, ფოლადი M390, დამზადებულია იტალიაში, Lion Steel-ის ქარხანაში. აქ გვაქვს მინის სამტრევი. მაგარი საინტერესო და საყვარელი დანა მიყვარს ზოგადად ბასტინელის დანები ძალიან და ამიტომ ცოტა ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს მათთან. შემდეგი უკვე შექმნეს აი ეს მაგარი მოდელი, Alpha 1 დაარქვეს მას. Fred Mastro გახლავთ ამ დანის დიზაინერი ამ საოცრების, ნახეთ როგორი გამოყვანილია კვირი. ძალიან საშიში დანა მეგობრებო. აქედან ისევ ტიტანი, ეს უხეში ტექსტურიანი ჯიათი, ესეთი საშინელი პირი. და ემოციას იძლევა ეს დანა ხელში ისე გემრიელად ზის, არანაირი რყევა, აი არსად არა ეს დანა წამსველი. ყველანაირ მდგომარეობაში როგორც არ უნდა გეკავოს ხელში. ეს მის ეს ნაკაწრები ხო სასწაულია. და ეხლა კი დიდი დრაგოთაკი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, აი ეკატერია და ლამაზად გიოთი შეიძლება აჩვენე. აი ესე ფოლადი აქაც M390 გვაქვს, ჯიათი და ტიტანი, ძალიან რბილი და მაგარი მექანიკა მეგობრებო. ესე ეფექტურად იხსნება, მაგარი საინტერესო და გემრიელი დანა დიდი სამუშაო პირით. კიდევ გამთხოვს და არის ის ერთხელ კიდე გახსნი. ერთხელ კი არა არ მომბეზდება გივამ დანის გახსნა. კარგი, ეს ჩვენი დასაკეცი დანები მეგობრებო, ახლა გადავალ ფიქსედებზე, ჩებურკოვის 5 ფიქსი ჩამოვიტანეთ. ამ 5-დან 2 თუ 3 ცნობილი მოდელი იქნება თქვენთვის, 1-2 ახალის დაგვემატა, ყველას გაჩვენებთ ერთხელ კიდევ. ეს არის ჰანტერი მეგობრებო, ქონდა ეს დანა ადრეს, აი ესეთი დიდი ზომის, სანადირო დანა, კარგი სამუშაო ფორმით, 12 MF ფოლადი და ესეთი ხის ლამაზი ტარი, ნახეთ რა ლამაზი უზორებია შერჩეული. და პრაქტიკული მსუბუქი და ესეთი გამომდგარი მაგარი დანა. შემდეგი კი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, აი ეს Gray ქვია მოდელს, ეს ახალია ჩვენს მაღაზიაში, არ ქონია აქამდე, ძალიან პრაქტიკული ესევე. მოდი ყველას ამოვაწყოთ ქარქაშინა და ისე დავაწყობ. ერთმანეთისგან ცოტა განვასხვაოთ, შევადაროთ. ეს ტაქტიკია მეგობრებო. ეს კი ეგერი და ბოლო არის სკანდინავიანი. ქარქაშები როგორც დავინახეთ, მოდი ერთხელ გაჩვენოთ ახლოდან ესეთი ყავის ქარქაშები აქვს, მყარი და არა მყარი საკიდით, დანა ჩადის თითქმის ბოლომდე, მხოლოდ დარის ნაწილი რჩება ზევით რო ხელი მოგიდო და მარტივად ამოიღო. ამ პრაქტიკული დანები, აი გადავავლოთ თვალი. ყველას ერთად მე მგონი ჯობს, ვიდრე ცალ-ცალკე ვისაუბრო ამაზე, მონაცემები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ეს ტიტანის ბოლსტერია. ეს კი დანარჩენი ყველაფერი ისედაც ნათელია და ჩანთები კიდევ მეგობრებო, ჩანთების მარაგები შევისეთ. ეს არის მოგესალმებით. 20 დანიანი 20 დანა ეტევა ამაში. აქაც იგივე ვარიანტია გვაქვს.
ვიზუალ განსხვავება არის აქ და არის ფტარი რაღა იყო თვითონ მატერიაში ესეც 20 დანა და კიდე გვაქვს 40 დანიანი უფრო დიდი მოდელები შემოვიტანეთ აი ესეთი კარგადაა სხვა შორის გაკეთებული რომ ერთმანეთს არ შეეხოს დანები მოხდეს მათი იზოლირება აი ნახეთ დანები ძალიან კარგად ჯდება შიგნით აი ეს მოიფარება რომ აქეთ არ შეეხოს სხვა დანებს და გადასატანად უბრალოდ ოჯახში შესანახად კოლექციის და რაღაცა ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული და კარგი იქნება ეს ჩანთები მეგობრებო ну მათი ფასები ყველაფერი ჩვენ საიტზე www.blades.g იქნება მითითებული იქ შეგიძლიათ ნახოთ არ ვიძახი შეგნებულად არც დანების ფასებს არც ჩანთების ყველაფერი შეგიძლიათ იქ ნახოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის მხარდაჭერისთვის და დროებით დაგემშვიდობებით